გამარჯობა მეგობრებო, ეს დღეები მესმის უწუხილები და მსჯელობები იმაზე, რომ დავმარცხდით და ცუდად არის საქმე, რადგან ივანიშვილი ისევ არის ხელისუფლებაში და ძალიან ცუდი ამბავი გვჭირს. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩავცვიდეთ კოლექტიურ თვითგვემაში და მაზოხიზმში და ვიცახოთ რა ცუდად არის საქმე, მაგრამ რაღაც მე მაინც მოვწმოხრევარ ხოლმე, რომ რეალობას შევხედოთ ისეც როგორც არის სინამდვილეში და როგორ არის რეალობა სინამდვილეში ჩემი აზრით. რახან არის საფეხბურთო ჩემპიონატი, ფეხბურთის მეტაფორას გამოვიყენებ, ასე ვთქვათ და მე ესე ვხედავ სიტუაციას, რომ სინამდვილეში ახლა არის ფრე ქოცებსა და არაქოცებს შორის. ანუ ძირითადად დრო დავამთავრეთ ფრედ და ეხლა წინ გვაქვს დამატებითი დრო და შესაძლოა პენალტების სერიაც და ეხლა წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ ძირითადად დროის დამთავრების შემდეგ გუნდი იმის მაგივრად მობილიზდეს უცებ გადაეწყოს დამატებით დროზე და გაანალიზოს შეცდომები, რა უპირატესობა ქონდა ძირითად დროში, რა შეცდომები ქონდა მოწინააღმდეგე, ეს გაანალიზოს ეს ყოფილი უცებ რომ მაქსიმალური ჩადოსა დამატებით დროში. ამის მაგივრად გუნდის წევრები რომ დაერიონ ერთმანეთს ლანძღონ უცებ ჩაცვიდნენ დეპრესიაში, რომ აი მე არაფერი არ გამოგვივა, ესა დაგვემართა, სინამდვილეში ფრეკი არ არის წავაგეთ და აზრი არ აქვს არაფერს, რა მოხდება ხა დამატებით დროში. ნუ რაც მოხდება ცხადია და თუ როგორმე პენალტება უნდა მიაღწიეს, კიდე რა მოხდება, ხო წარმოგიდგენიათ, ხო? ამიტომ შევხედოთ რეალობას და რა არის ეს რეალობა და რას ნიშნავს ეს ფრე. ავითვალოთ ბოლო 2 წელი, ძალიან მოკლედ მინდა რომ ვთქვა, მე ვითვლი რუსული კანონის მიღებიდან 2024 წლის მაისში იყო ეს ამბავი, როცა შემოაბრუნეს და მიიღეს. ნუ მანამდე კურსი შეუცვალეს უკვე ქვეყანას, მაგრამ ესე ოფიციალური რუსული ყაიდის დიქტატურის საფუძვლების ჩაყრა მოხდა მაშინ და მას შემდეგ სულ მიიღეს რუსული და რუსული კანონები და დღეს ახლა შეუძლიათ რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი ჩასვან სისხლის სამართლის წესით ციხეში უკვე აი აქ აბენდებით რა. ხო და აი ამ 2 წელში თუ ავიღებთ რა მოხდა რეალურად, ქოცება წაიღეს არჩევნები, ისიც ჩემი აზრით გარკვეული შეცდომების გამო რაც აქეთ მხარული დაუშვა და ვიღაცებმა რომ მიიღეს განწყვეტილებები, რომ აი ომზე არ ვილაპარაკოთ და მოსალოდნელ გაყალბებაზე არ ვილაპარაკოთ, ხალხი არ დავაფრთხოთ და ნუ არა მნიშვნელობა. მოკლედ წაიღეს არჩევნები, მაგრამ არ შეერგოთ ეს წაღებული არჩევნები, მოუწიათ ისეთი ზომების მიღება და ისეთი რეპრესიული ზომების ამოქმედება, რის გამოც თვითონ მიიღენეს ძალიან დიდი თვითდაზიანება და დარტყმა და არავინ არ მითხრათ, რომ ქოცებისთვის არ არის თვითდაზიანება ის, რომ არავინ არ აღიარებს ცივილიზებულ სამყაროში და ფეხებზე კიდიათ, ნამდვილად არ კიდიათ ფეხებზე, საკუთარი არალეგიტიმაცია, პაპუაშვილის ბრიფინგებს უსმინეთ ხოლმე თუ არ გიჭერათ ჩემი. ძალიან წუხს, რომ აი გერმანიის საიტზე, საგარეო სამინისტროს საიტზე დღემდე არ არის განახლებული შემადგენლობა ხელისუფლების და პრეზიდენტა თუ ისევ სალომე ზურაბიშვილი წერიაო. აი ამასაც კი აქცევენ ყურადღებას და დარდობენ და ჟურნალისტებს ეჭვურებიან და ჟურნალისტებისგან უნდათ რომ ლეგიტიმაცია მიიღონ, რომ ხო ვარ პრემიერი, ხო მიწოდე შენ პრემიერი, ესე იგი ლეგიტიმური ვარ, აი რაღაც ეს კარიკატურულ სიტუაციაში არიან, ხო? ანუ დიქტატურას ამყარებს და ვერ ამყარებს, რაღაცა კონსტრუქცია შეკრავს ამ დიქტატურს და გაერღვევა მერე სადღაც და მერე კიდე ახალი კანონის მიღება უწევს, რომ უიეს და მოიწყვე და უიხრელი, ყველა ვერ ამოვქოლე და მოიცახა კიდე უნდა ამოვქოლო და მოკლედ წვალებაშია, ხო? სულ რა თქმა უნდა, აქეთ ამხარე გაგვანადგურა ფინანსურად პირველ რიგში, რომ ხალხი უსამსახუროდ დარჩა და რა ვიცი, მოსავალი აღარ აქვს ძალიან ბევრ ადამიანს აქტივისტს, ბევრი ციხეშია რა თქმა უნდა და ეს არის უმძიმესი ამბავი. ბევრი გაიქცა საერთოდ ქვეყნიდან, NGO-ები ვეღარ მუშაობენ ფაქტიურად, გრანტები აკრძალეს, მედია გაგვანადგურეს ფინანსურად და რა თქმა უნდა ძალიან დაგვაზიანეს, ოღონდ სიძულვილი რეჟიმის მიმართ ამით კიდევ უფრო გაზარდეს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცეს აი სასიცოცხლო мотиваცია რა, აი სიკვდილ სიცოცხლის საკითხი გახადეს ბევრი ადამიანისთვის, რომ მაგათი გაშვებისთვის იბრძოლოს. ანუ ეგრე არ არის, ვიღაცა შეიძლება ვეღარ გამოდის ქუჩაში, იმიტომ რომ 5,000 ლარიანი ჯარიმა არის ძალიან დიდი, ხო? მე ვიცი ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იცი და არც აქტივისტი, არც პოლიტიკოსი არავინ არ არის, ერთი მშრომელი ადამიანია და ეხლა ცოტა ხნის წინ მოვიდა ჯარიმა შარშან დრო აქციებზე იდგა, იმიტომ რომ საყოველთაო იყო ეს აქციები და არც დაუწერია, არც არაფერი გადაიხადა ეს ჯარიმა მისი ოჯახი გაანადგურა.
განადგურა ამ ჯარიმამ, რა თქმა უნდა, და ვეღარ გამოდის შიშით აქციებზე. ანუ ბევრი არის ეგეთი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ივანიშვილი უყვარს, ეს იზღება და როგორც კი მომენტი ჩავარდება, ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას. ანუ რეჟიმას მის მიმართ ზიზღი კიდევ უფრო გაზარდა აი ამ რეპრესიული პოლიტიკით სინამდვილეში, კი ფინანსურად გაგვანადგურა, ბევრი აქტივისტი გააქცია ქვეყნიდან, ბევრი ციხეში ყავს და ეს დიდი დანაკლისია. დავიღალეთ მორალურადაც ცოტა ხანდახან ვიღლებით, მაგრამ მეორეს მხრივ შეხედეთ, მათი მხარდამჭერები რა დღეში არიან, სულ მოსთქვამენ, უწუწუნებენ, აი ისიც ებევრებათ, იმისიც ეშინიათ, 10 კაცი რო იკრიბება, იმისიც ეშინიათ, ეგეც არ მოწონს, სტაბილურად ვერ გრძნობენ თავს, ხო? და რაც თავარი, აი ამან რო ჩვენ ქუჩაში ვიდექით, ისეთი შეცდომები დააშვებინა ივანიშვილს, რაც მისი რეჟიმისთვის აღმოჩნდა შეუქცევადი დაზიანება. დღეს ივანიშვილი განიხილება როგორც სასტიკი რეჟიმი, რომელზეც მოსკოვის მექანიზმი კიდია უკვე ეუთოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც ნებისმიერ წუთას შეიძლება ამოქმედეს, ყველაფერს დავიგავანებოთ. ივანიშვილი არის სანქცირებული, მართალია ცოტა მსუბუქად შტატების მიერ, იმიტომ რომ ქცევის შეცვლას ელოდნენ ამ სანქციებით, მაგრამ ქცევა არ შეიცვალა და ყველაფერი კიდე წინ აქვს, ხო? ანუ რეალურად აი ამ ბრძოლის შედეგად, რაც წამოვიწყეთ და რაც დიდხანს გრძელდება და დღემდე გრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვერ ვახერხებთ სწორ ორგანიზებას და ერთმანეთის ჭამაში ვართ გართული, ნაცვლად იმისა, რომ რაღაცა გზები ვეძებოთ ორგანიზების და სწორი სტრატეგიები დავგეგმოთ. მაგრამ უშავს ალბათ ეს გადაევის და ყველანი მივალთ იმას რამდე, რომ ეს არ შეიძლება და რაღაცა საერთო ენა უნდა მოუძებნოთ, მაგრამ ის თქმა მინდა, რომ ივანიშვილმა სერიოზული თვითდაზიანებები მიიყენა და შეუქცევადად დაშორდა ცივილიზებულ სამყაროს, ანუ კეთროვანი გახდა მათთვის და არ არსებობს გარემოება, რა გარემოებაშიც მას დაელაპარაკებიან, როგორც თანასწორს, როგორც მისაღებს, კი, რაღაც თემებზე შეიძლება დაელაპარაკონ, რაღაც ძალიან პრაგმატულად, რა ვიცი მე, ეს იქნება ტრანსნაციონალურ დანაშაულთა ბრძოლა, კოლ-ცენტრები, აი ახლა ხო სოციალებიდან ხტებიან, რომ ამერიკას შეეტენონ და ხან ვის იჭერენ და ხან ვის იჭერენ და ნუ აი ცდილობენ, რომ აჩვენონ, რომ ხო აი რაღაცა არ ვართ ახლა ჩვენ კრიმინალური რეჟიმი, აი გადარჩენიათ, ხო, იმიტომ რომ ურთიერთობა ვერ აღადგინეს შტატებთან ვერანაირად ძალიან ბევრი მცდელობების მიუხედავად, ისე ჩაიხურა ეს ეტაპი, რომ ივანიშვილმა ვერ მიიღო გარანტია, რომ მას არ დაასანქცირა და სინამდვილეში ხო ეგ უნდა შტატებისგან ერთადერთი რომ გარანტია ქონდეს, რომ არ დაასანქცირებენ და ვერ მიიღო ეგ გარანტია, ანუ ვერ ჩახურა ეგ ურთიერთობები და ჩვენ მოვსმინეთ რუბიოს, რომელმაც თქვა, რომ ქცევის შეცვლას ველოდებითო მაგათგანო და ქცევას თუ შეიცვლიან, დიქტატურას ვეღარ გაამყარებენ. სადღაც შუაგზაზე გაიჭედა რა, თუ არ შეიცვლიან და დასავლეთიდან ზომები იქნება უმკაცრესი. ევროკავშირთან იმ დონის სიძულვილი აქვს, აქედანაც ეზიზღება და იქედანაც ეზიზღებათ უკვე, რომ ხო, აი შეუქცევადია ეს ამბავი აბსოლუტურად და აი ის ცდელობა, რომ აი მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ და აფერი არ მომთხოვოთ და ხო გჭირდებით და გამომიყენეთ აი რაღაცა პროექტებში ტრანზიტული თუ რაც იქნება, არ გამოვიდა რა, მოკლედ არ იღებენ ისეთს როგორც არის, ხო? და ყველაფერი წინ აქვს, მე რეგიონში ისეთი ვითარება დაჯდა, რომ არ არის მარტივი ივანიშვილისთვის, რაზეც მას ჰქონდა გათვლა, რომ ეს რუსეთ-ირანს შორის დამაკავშირებელი ღერძი იქნებოდა და მნიშვნელოვანი და დასავლეთისგან რომც რაღაცა ფინანსური იზოლაცია ყოფილიყო, აი ამითი არსებებდა, იქ რაღაცებს გაატარებდა, გამოატარებდა რუსულ ნავთობს გაატარებდა, ეგეც არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს ღერძი არის უკვე ძალიან პრინციპული საკითხი მაგალითად შტატებისთვის, რომ ჩამოიშალოს ეს ღერძი და ირანის ამბავიც ისე მთავრდება, რომ შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ აღარ დაუშვას მისი ალიანსები და რუსეთთან, რეგიონის ქვეყნებთან, იქ საცეცების გაჩენა აქეთ-იქით, რომ საფრთხე მერე კიდევ ისევ არ გაძლიერდეს, მოკლედ სულ ხელის გულზე, სულ კონტროლის ქვეშ იქნება ივანიშვილი. რუსეთთან ეს ნავთობქარხანა რო აგუგუნა რუსული ნავთობის იმედზე, იქაც ცუდად ექნება საქმე დიდი ალბათობით, ანუ რეჟიმს არ ექნება შემოსავლები იზოლაციაში, საქართველოსნაირი ქვეყანა უბრალოდ ვერ იარსებობს. ჩინური ფულით ვერ იარსებებს, ჩინეთი აქ არანაირ ფულს არ შემოიტანს. მოკლედ დიდ შარშია რეჟიმი, ეგრე არ არის, ჩვენ დაგვასუსტა გარკვეულწილად, მე მგონი უფრო მორალურად, რომ აი რაღაც დროში ძალიან გაჭიანურდა ეს ყველაფერი და ყოველდღე რაღაც დიდ სიგიჟეებს აკეთებენ და ეს ძალიან გვაღიზიანებს და გვხლის
კი, ნამდვილად გვაღიზიანებს და ხulis ფინანსურადაც გამოგვფიტა, მაგრამ თვითონაც არ არის კარგ მდგომარეობაში რა. ამხელა კაცი მილიარდერი ვითომ ძალაუფლება აქვს, ერთი კობახიძის და მდინარაძის იმედზეა და ისინიც აღარ უნდა და შემცვლელად განიხილავენ თეატრულიანს და იმას მარიამ ქრივიშვილს, ხო? ანუ ხალხიც კი აღარ ყავს, ისეთი ხალხიც კი აღარ ყავს, ვის გვარს მისი მხარდამჭერები მაინც იმახსოვრებენ რა. მისი მხარდამჭერებიც უშფოთვებში არიან, ისინი გრძნობენ არასტაბილურ ვითარებას და ყველა მიცის რა, ვისაც ივანიშვილი ცდილობს დაელაპარაკოს და უთხრას, რომ აი მე კაცო, რა გინდათ დამელაპარაკეთ, აქ ჩემი არის ძალაუფლება, სტაბილურად ვარ. ვერ ახერხებს ამას, იმიტომ რომ ჩვენ ხელშია მისი სული, ასე ვთქვათ, სანამ ხედავენ, რომ აქ ხალხის პროტესტი არის და მის წინააღმდეგ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, არავინ მას არ დაელაპარაკება და რა ვიცი ხა ეგეთი სიტუაცია ჩვენ კი დაგვასუსტა, მაგრამ თვითონაც დასუსტდა, თვითდაზიანებები მიიყენა ამ 2 წლის მანძილზე შეუქცევადი თვითდაზიანებები მიიყენა რა ზახაროვა აქებს ხოლმე პერიოდულად და ლავროვი აი ეგ არის მარტო მაგისტრის და ჩინეთის კომპარტიის თავმჯდომარე ხო და რა ვიცი აბა ეგ არის ივანიშვილი დღეს და რატო თვლით რომ დავმარცხდით სიმართლე გითხრათ არ ვიცი და ჩვენ კი დავიღალეთ მაგრამ ნეტა იცოდეთ ივანიშვილი რა შიშებშია ახლა ყველაფრის ეშინია საკუთარი ჩრდილისაც ეშინია აი აბსოლუტურად ყველაფრის ამერიკის ეშინია ევროპის ეშინია და რუსების ეშინია ძალიან იმიტომ რომ იმდენად უპატრონოდ დარჩა და უმოკავშირეოდ და დასავლეთთან იმდენად ყველა ბმა გაწყვიტა რომ ეგეთ დროს რუსეთი არის ხოლმე ძალიან დაუნდობელი თავისი ვასალების მიმართ რუსეთი სახეს-სახეს თავის ვასალებს და შეიძლება ეხლა ცოტა ხანში ისეთ რაღაცები მოთხოვოს ივანიშვილს იმის დასადასტურებლად რომ შეუქცევა და რუსეთის არის რომ აი ვერ უმძიმესი არჩევანების წინაშე დააყენოს რა და რუსეთსაც ძალიან ეშინია მოკლედ ვამბობ ხოლმე რომ 4 ცეცხლშუა ივანიშვილი აქეთ არის შტატები, იქით ევროპა, იქით რუსეთი და მეოთხე ქართველი ხალხი მთავარი ცეცხლი ასე ვთქვათ, რომელსაც მას ძალიან ეშინია და ძალიან კარგს ვიზამთ თუ ძალით არ დავიმართებთ სრულ დემორალიზებას, თუ რაღაცა თითქოსმაში არ ჩავცვივდებით, ძალიან პრაგმატულად შევხედავთ ვითარებას და მომზადებით შემდეგი რაუნდებისთვის, დამატებით დროისთვის მომზადებით და რაღაც პენალტებში მაინც მოუგებთ. აუცილებლად მოუგებთ და რა ვიცი, კი ბატონო ვიჩხუბოთ, არ არის პრობლემა, აქეთ ხარეს თუ ჩხუბობთ, იმიტომ რომ მომწონს მე ეს მრავალფეროვანი საქართველო, აქეთ ხარეს რაც არის. გავპუტოთ ერთმანეთი პარტიებმაც დახოცონ ერთმანეთი, მაგრამ ეხოწებით რა, ეხლა ვიღაცას თუ დეპრესია დაემართება და ცოტა ესეთი პერიოდი დაეწყება, რა ვიცი, შევეცდებით რომ ეს ბაცილა გადავდოთ სხვებსაც. და არ გვინდა ესეთი თვითკვება, თვითდესტრუქცია, რეალისტები ვიყოთ და რეალურად შევხედოთ ვითარებას. მადლობა ყურადღებისთვის.